დღევანდელი სახარება არის რომელიც ეხება ეშმაკეულს. პიროვნებაში შევიდა მთელი ლეგიონი. ლეგიონი ნიშნავს მრავალი ეშმაკი იყო შესული. უბოროტესნი იყვნენ ეს ბოროტისულები და გამოვლინებაც ჰქონდა ამ პიროვნებაში აი ამ თავიანთ სიბოროტეს, რადგანაც ჯერ წარმოიდგინეთ რკინის ჯაჭვებით რო დააბავ ადამიანს და ამას რო გაწყვიტავ, ადამიანური ძალებით შეუძლებელია. აი როგორ შეიძლება რომ ძვალმა გაუძლოს, ძვალი უფრო მტკიცე იყოს ვიდრე რკინა. ხო შეუძლებელია ესეთი რამ, მაგრამ ეს პიროვნება ეშმაკები რო იყვნენ შესულები, ამას აკეთებდა. ეხლა ნახეთ ეშმაკის სისუსტე სათჩანს. როდესაც უფალს შეხვდა ეშმაკეული პიროვნება, მაშინე მუხლებზე დაავარდა და ევედრებოდა რომ არ მიბრძანო, ქვესკნოში ჩასვლა. არ უნდა იქ ეშმაკს. აქ სიამოვნებს, აქ კომფორტია. რადგანაც ჩვენი ადამიანების დატანჯვით ღებულობს ძალიან დიდ სიამოვნებას. როდესაც ჩვენ გვაცდუნებს, როდესაც ნერვებს გვიშლის, როდესაც გვტანჯავს. და რას ევედრება? ქვემოთ არა, მიბრძანე რომ ღორებში შევიდეო. და რა თუნდოდა ღორებში შესვლა? კიდე ერთი ბოროტება რომ ჩაედინა, რადგანაც ეს ღორები კლდიდან გადაყარა და თავიანთი პატრონები დაამწუხრა ამითი. ანუ ერთი ბოროტება გააკეთა კიდე. ჩვენ რო ვიცოდეთ რომ ბოროტ სულს ღმერთზე მეტი ძალა არ გააჩნია, არამედ პირიქით ევედრება მას რომ ღორებში რო შევიდეს, ამის უფლებასაც ნებართვას ღებულობს. და როდესაც მიიღო ნებართვა, ქრისტემ დაგვანახა რომ აი ბოროტისულები როგორები არიან, როგორი მავნებლები არიან. ამიტომ მათთან კავშირი არ შეიძლება მათ რაღაც გარკვეულ დათმობაზე წავიდეთ მათთან დაკავშირებით. წმინდა პაისი ათონელის წერილი მინდა წაგიკითხოთ. რა შემთხვევაში იძენს ჯადოქრობა ძალას? ანუ ზოგიერთი არ აღიარებს ჯადოქრობას, მაგრამ ჯადოქრობა ნამდვილად არსებობს. ჯადოს გაკეთება არსებობს. თუ არსებობს ეშმაკი, ბოროტი სულები, რა თქმა უნდა, მათთან კავშირიც არსებობს, მათი მსახურებიც არსებობენ და მათი მსახურება ეს არის ჯადოქრობა სწორედ, რომ აი ეს მავნებლობა გაავრცელონ ადამიანთა მეშვეობით ბოროტმა სულებმა და ადამიანებს ავნონ. და ეს ხდება შენიღბულად. თითქოს კეთილმსახურები არიან, თითქოს მორწმუნე ადამიანები არიან. ხატები აქვთ სახლში და ამის ფონზე სანთელს დააგინთებენ და გეუბნებიან რომ ჯადო გაგდა უნდა მოგიხსნა და ნუ აქედან იწყება მთელი ორომტრიალი, მთელი უბედურებათა კასკადი. თუ კი ჯადოქრობამ ადამიანზე იმოქმედა, ჩანს მან საკუთარ თავზე უფლება მიანიჭა ეშმაკს. ანუ მან ეშმაკს რაღაც სერიოზული მიზეზი მისცა და მერე თავის სინანულითა და აღსარებით არ მოიწესრიგა. თუ ადამიანი აღსარებას ამბობს, მაში ნიჩბითაც რომ დაფლან ჯადო ვერაფერს ავნებს. ეს იმიტომ ხდება, რომ როდესაც ადამიანი აღსარებას იტყვის და სუფთა გული აქვს, ჯადოქარს მის საწინააღმდეგოდ ეშმაკთან თანამშრომლობა აღარ შეუძლია. ერთხელ ჩემთან სენაკში შუახნის ადამიანი მოვიდა, ის მეტად თავხედური და უცერემონიო სახით შემოვიდა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორიდან დავინახე, მივხვდი, რომ ეშმაკის ზემოქმედების ქვეშ იყო მოქცეული. ილოცე ჩემთვის უკვე დიდი ხანია საშინელი თავის ტკივილი მტანჯავს და ექიმები მიზეს ვერ პოულობენო. შენში ეშმაკია, მიუგე მე, იმიტომ რომ თვითონვე მიეცინება დაგპატრონებოდა. არა, მე ისეთი არაფერი ჩამიდენია, დამიწყო მან დარწმუნება. ცუდი არაფერი გაგიკეთებია? კი, მაგრამ ის გოგონა როგორ მოატყუე? დაგავიწყდა? ის კი ჯადოქართან წავიდა და ჯადო გაგიკეთა. ახლა წადი, იმ მოტყუებულ გოგონას შენდობას თხოვე, მერე კი აღსარება თქვი. გარდა ამისა, იმისათვის რომ გამოჯამრთელდე,
მკვეთებულის ლოცვის წაკითხვა საჭირო შენზე. მაგრამ თუ არ მიხვალ საკუთარ ცოდვას არ გააცნობიერებ და არ მოინანიებ, მაშინ მთელი ქვეყნიერების სასულიერო პირები რომ შეიკრიბონ და შენთვის ილოცონ, ეშმაკი მაინც არ გამოვა შენგან. როდესაც შენთან ასე უსირცხვილოდ მოდიან ადამიანები, მათ ნართაულად საუბარს აღარ უწყებ, არამედ საგნებს საკუთარ სახელებს ვარქმევ ხოლმე. კიდევ ერთი ადამიანი მიამბობდა, რომ მისი ცოლი უწმინდური სულითაა შეპყრობილი, რომ ის სახლში საშინელ სკანდალებს აწყობს. შუაღამისას წამოხდება, ყველას აღვიძებს და სახლს თავდაყირა აყენებს. ახსარება თქვით, ვკითხე მე. არა, მომიგო მან, ალბათ თქვენ თავად მიეცით ბოროტს თქვენზე გაბატონების ნება. ამ ადამიანმა თავისი ამბავი მიამბოდა ბოლოს იმის მიზეზსაც მივადექით, რაც მის ცოლს ემართებოდა. ეს კაცი როგორც გაირკვა, იყო ერთ ხოჯასთან, ანუ მუსულმან სასულიერო პირთან. მან სახლში მოსაპყურებლად მისცა წყალი, რომელიც ვითომდა ბედნიერებას მოუტანდა მის ოჯახს. ეს ადამიანი ამ ეშმაკეული წყლით სახლის ბყურებას არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებდა. ეშმაკმა კი მის სახლში არც თუ სახუმაროდ მოიკიდა ფეხი. და ეხლა მეორე საკითხი, როგორ ირღვევა ჯადო? ჯადოქრობისაგან გათავისუფლება სინანულითა და აღსარებით შეიძლება მხოლოდ. იმიტომ რომ პირველ ყოვლისა ის მიზეზი უნდა მოიძებნოს, რის გამოც ჯადოქრობამ იმოქმედა ადამიანზე. მან უნდა აღიაროს თავისი ცოდვა, მოინანიოს და აღსარება თქვას. ჯადოსაგან გატანჯული რამდენი ადამიანი მოდის ჩემთან, სენაკში და მთხოვს, ილოცე ჩემთვის, რომ ამ სატანჯველისაგან გავთავისუფლდე. ისინი დახმარებას ჩემგან ითხოვენ, მაგრამ ამავე დროს საკუთარ თავში არ იხედებიან, არ ცდილობენ გაიგონ, რით დაიწყო მათში არსებული ბოროტება, რათა ეს მიზეზი მოიკვეთონ. ანუ ამ ადამიანება უნდა გაიგონ, თუ რაშია მათი დანაშაული. ანუ მათ უნდა გაარკვიონ, რატომ აქვს ასეთი ძალაუფლება ჯადოქრობას მათზე. მათ უნდა შეინანონ და აღსარება თქვან, რათა ეს ტანჯვა წამება დასრულდეს. წმინდა მამაო, თუ კი ადამიანი, რომელსაც ჯადოს გაუკეთებენ, ისეთ მდგომარეობამდეა მისული, რომ საკუთარი თავის დახმარება აღარ შეუძლია. ანუ თუ ის უკვე ვეღარ შეძლებს აღსარება თქვას, ისაუბროს ღვთისმსახურთან. ასეთ შემთხვევაში სხვები შეძლებენ მის დახმარებას. მისმა ახლობლებმა სახლში უნდა მოიწვიონ ღვთისმსახური, რათა მან ავადმყოფზე ზეთის კურთხევის საიდუმლო შეასრულოს. ან წყლის კურთხევის ლოცვა. ადამიანს, რომელიც ამ მდგომარეობაშია, დასალევა წმინდა წყალი უნდა მივცეთ, ანუ ნაკურთხი წყალი, რათა ეშმაკი მცირედ მაინც განეშოროს და ქრისტე მცირედ მაინც შევიდეს მასში. ერთი ქალი, რომლის შვილიც სწორედ ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სწორედ ასე მოიქცა და მისმა შვილმა შეწევნა მიიღო. ის მიამბობდა, რომ მისი ვაჟი ჯადოს ზემოქმედებისაგან საშინლად იტანჯებოდა. ის აღსარებაზე უნდა წავიდეს, უთხარი მე. მამაო, როგორ წავა აღსარებაზე ასეთ მდგომარეობაში? მაშინ მოიწვიე შენი მოძღვარი, წყლის კურთხევის პარაკლისი შეასრულოს და შენს შვილს ეს წყალი მიეცი სასმელად. თუმცა დალევს კი ვურჩიე მე, დალევს, მიპასუხა ქალმა. მაშ წყლის კურთხევის პარაკლისი დაიწყე, მერე კი ეცადე, რომ მღვდელს ესაუბროს. თუ აღსარებას იტყვის, შეძლებს, რომ შორს განდევნოს ეშმაკი. და მართლაც ამ ქალმა დამიჯერა და აქედან სარგებლობა მიიღო. გავიდა მცირე ხანი, მან აღსარების თქმა შეძლო და გამოჯამრთელდა. იცით რა მოიფიქრა ერთმა საბრალო ქალმა? მისი ქმარი ჯადოქრებს გადაეყარა და სამკერდე ჯვრის გაკეთებაც კი არ სურდა. ამისათვის, რომ მცირედ მაინც დახმარებოდა, მან პატარა ჯვარი მოქარგა და პიჯაკის საყელოში ჩუმად ჩააკერა.
ერთხელ მისი ქმარი ხიდით მდინარის გადაღმა უნდა გადასულიყო. როდესაც ის ხიდზე ავიდა, რაღაც ხმამ დაუძახა: ანასტასი გაიხადე პიჯაკი, რომ ერთად გადავიდეთ ხიდზე. საბედნიეროდ ცუდი ამინდი იდგა და ამიტომ მან მიუგო, რად უნდა გავიხადო, სასტიკი სიცივია. გაიხადე, ეუბნებოდა იგივე ხმა, რომ ამ ხიდზე გადავიაროთ. აი ესეც ეშმაკი, მას ამ ადამიანის მდინარეში გადაგდება სურდა, მაგრამ საყელოში ჩაკერებული ჯვრის გამო ამას ვერ ახერხებდა. ბოლოს და ბოლოს ხიდის კიდესთან რომ მივიდა, მისი გადაგდება მაინც შეძლო. მთელი ღამე ეძებდნენ, ახლობლები და ბოლოს ხიდზე დაგდებული იპოვეს. სიცივე რომ არ ყოფილიყო, მაშინ ის გაიხდიდა პიჯაკს და ეშმაკი მდინარეში ჩააგდებდა. ეს ადამიანი ტანსაცმელში ჩაკერებულმა ჯვარმა გადაარჩინა. მისი საბრალო ცოლი მორწმუნე იყო. აბა სარწმუნოება რომ არ ქონოდა, საყელოში ჯვარს ხომ არ ჩააკერებდა. ასე რომ ეშმაკეული ზემოქმედებისაგან გათავისუფლება შესაძლებელი არის და შესაძლებელი არის მხოლოდ ერთი რამით. შენში აღმოაჩინო მიზეზი, რის გამო ეუფლება ადამიანს ბოროტი სული. რაღაცა დანაშაული გაქვს ჩადენილი. თორე არ იმოქმედებდა აქ შემთხვევაში. ამიტომ უნდა შევინანოთ, თუ ვინმეს გული დაუწყვიტეთ, შენდობა უნდა ვთხოვოთ, შემდეგ აღსარებაში უნდა მოვინანიოთ და ყველაფერი დაალაგდება. ბოროტი სული ჩვენგან წავა და შემდგომში შემოდის უფალი, რომელიც გაასხიოსნებს, გაათბობს ჩვენს სულს, გაამხიარულებს და დაიმკვიდრებს ბედნიერება. ეხლა წარმოიდგინეთ, აი წინა საკითხს რო დაუკვირდეთ, დაუბრუნდეთ. ეხლა ნახეთ, აი ეს რო ითამაშო მაგალითად, აი ფილმში რო ასახო ეხლა რა, რაღაც ერთი სერია რო გადაიღო ასეთი. აი ამ მონაკვეთზე. აი როგორ უნდა გადაიღო? ვიღაცა განასახიერებს სპაისი ათონელს და შემდეგ აი მაგალითად ეს ეშმაკი რო ეუბნება, გაიხადე პიჯაკიო, ვინ უნდა თქვას ეს ხმა ხო უნდა ისმოდეს ფილმში. ანუ ვიღაცა უნდა ითამაშოს ეშმაკის როლი, ხო ასეა? თუ ვიღაცას გონია რომ წმინდა პაისი ათონელის როლის თამაში ეს არ არის მკრეხელობა, მაშინ ეშმაკის როლი ვიღაცამ ხო უნდა შეასრულოს, არა? ხმა საიდანაც ხო უნდა ისმოდეს და ვიღაცამ ხო უნდა გააკეთოს ეს. ასე რომ ყველაზე კარგი არის წიგნების კითხვა. თუ წიგნის კითხვა არ შეგიძლია, მაგალითად, ამის დრო არ გაქვს, სტენოგრამული ჩანაწერებიც არსებობს, შეიძლება მოვიძიოთ, რომ რაღაცა სულის სასარგებლო მოთხრობები წავიკითხოთ, მონათხრობი, ან წმინდა წერილიდან რაღაც ფრაგმენტები მოვისმინოთ, საჭესთან ზიხარ, მანქანით მოდიხარ, ჩართე ეს და მოусმინე, თუ სახში იმის დრო არ გაქვს, რომ წაიკითხო. მაგრამ დრო როგორ არა გვაქვს, თუ სკროლვის დრო გვაქვს და Facebook-ზე რომ ვიმოგზაუროთ სხვადასხვა ადამიანების ცხოვრებას რომ გავეცნოთ, დღეს რა ჭამეს, როგორ ჩაიცვეს, სად იმოგზაურეს, თუ ამისი დრო გვაქვს, საკუთარ თავს რო ჩაუღრმავდი, ამისი დრო არ გვაქვს. ანუ ესეც ჩვენი დანაშაული და დროის დაკარგვა, ფლანგვა, ესეც არის ძალიან დიდი დანაშაული და ცოდვა, რადგანაც მოვა დრო, როდესაც დრო აღარ მოგვეცემა ჩვენ. როცა აი ამ დროს დავტოვებთ, დროის მიღმა გადავინაცვლებთ, ერთი წუთიც იქნება სანატრელი, რომ გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება, მაგრამ ამ დროსაც არავინ არ მოგცემს. გარკვეული შემთხვევები იყო, გამონაკლისი შემთხვევები, რომ დაუბრუნებიათ მიცვალებული გაცოცხლებულა, აღსარება უთქვამს, იარებულა და ესე გასულა აი ამ ცხოვრებიდან. ეს არის გამონაკლისი შემთხვევები. ნუ ვიფიქრებთ, რომ მსგავსი რამ ჩვენს დაგვემართება და ღმერთი ესე წყალობას მოიღებს ჩვენზე. როდესაც ამ დროს ვფლანგავდით, ცუდად ძალიან და არ ვიყენებდით საკუთარი პიროვნების გამოსასწორებლად, აი მაშინ არ ვიქნებით ღირსი, რომ ჩვენ აი ეს დრო მოგვეცეს. ამის ღირსები ჩვენ არ ვიქნებით. ამიტომ ღმერთმა გვიშველოს, გაგვაძლიეროს
და ყოველი წუთი და წამი სწორად გამოგვაყენებინოს სულის საცხონებლად და გადასარჩენად. ღმერთმა დაგლოცოთ და გავაკურთხოთ.